BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. Ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ბოლო დროს გახდა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, არამედ ახლად შექმნილი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რისთვისაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე საკუთარი ოფისიც კი მიიღო. ამერიკული Bloomberg-ის დათვლებით ილონ მასკი $438 მილიარდ ფლობს, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის Tesla-ს აქციებზე მოდის. Tesla, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.3 ტრილიონი დოლარია, მსოფლიოს რიგით მერვე უდიდესი კომპანია, ხოლო ილონ მასკი ამ კომპანიის უდიდესი აქციონერია, რომელიც 12.8%-იან წილს ფლობს. დღევანდელი მონაცემებით Tesla-ს ერთი აქცია დაახლოებით $412 ივაჭრება, ანუ ილონ მასკი, რომელიც კომპანიის დაახლოებით 411 მილიონ აქციას ფლობს, $169.4 მილიარდ შეფასებული წილის მფლობელია. ილონ მასკთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის უმსხვილეს ინვესტორებს შორის მსოფლიოს უდიდეს საინვესტიციო ფონდებს და გლობალურ ბანკებს ხედავთ, რაც გასაგებია, რადგან ამ ტენდენციას ფაქტობრივად ყველა საჯარო კორპორაცია იმეორებს, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები. Tesla-ს უდიდესი ინდივიდუალური აქციონერების ჩამონათვალის შემდეგნაირად გამოიყურება ილონ მასკი 12.8%, Vanguard Group-ი 7.46%, BlackRock-ი 6.7%, State Street Corporation-ი 3.48%, Geode Capital Management-ი 1.85%, Capital World Investors 1.33%, Morgan Stanley 1.25%, JP Morgan Chase 0.99%, Norvegიის ცენტრალური ბანკი 0.96%. დარჩენილ 62%-ზე მეტ წილს სხვა ადამიანები და კომპანიები ფლობენ, რომელთა შორის ინდივიდუალური ინვესტორებიც არიან. BMW, BYD, Geely, SAIC ევროკავშირის ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდებიან. კომპანიებმა ტარიფების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე საჩივარი შეიტანეს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც შეეხება ტარიფებს, მისი დაწესების მთავარი მიზეზი ევროკავშირის მტკიცება, რომლის მიხედვითაც ჩინური ავტომწარმოებელი დახმარებას მათი ქვეყნის ხელისუფლებისგან იღებენ. ეს დახმარება კი ევროპელი ავტომწარმოებლების ბაზარზე არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ქმნის. მათივე მტკიცებით დახმარება არის მრავალი სახის დაბალპროცენტიანი სესხებიდან დაწყებული, ბატარეების სუბსიდირებით დასრულებული, მათ მიერ მიღებული დახმარების ზომა კი განსხვავებულია, ხოლო პროცესი ნაკლებად გამჭვირვალე. განსხვავებულია ის ტარიფებიც, რომლებიც ამ მიზეზით ჩინურ ავტომწარმოებლებს დაუწესდებათ, მაგალითად BYD-ის შემთხვევაში ეს შედარებით დაბალი 17%-იანი განაკვეთით განისაზღვრება, თუმცა მაგალითად SAIC-ისთვის 35%-იანი ტარიფი განისაზღვრა. რაშუაში ამ ყველაფერთან BMW, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კონკურენტებზე მაღალი ტარიფები შესაძლოა გერმანული ავტომწარმოებლისთვის გაყიდვების ზრდის გარანტიად იქცეს, ისინი მინისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ახალი ელექტრო კუპერი და Aceman SUV ჩინეთში იწარმოება, BMW-ს გარდა ტარიფების წინააღმდეგ სხვა ბრენდებიც გამოდიან, მათ შორის Volkswagen Group-ი, Supra, მათ შორის Mercedes-ი, რომლებიც ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს არ ახორციელებენ, თუმცა წარსულში ტარიფებს აპროტესტებდნენ. ახალ ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა გერმანულ ავტომწარმოებელს Volkswagen-ს 1.5 მილიარდი ევრო დაუჯდება. მიმდინარე წელს ევროკავშირი ემისიების უფრო მკაცრ მოთხოვნებს და სტანდარტებს აწესებს, რასაც Volkswagen-ი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს. ამ დასკვნამდე მივიდა Volkswagen-ის ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი Rolf Wohler-ი. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის ახალი რეგულაციების თანახმად კომპანიების მიერ გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 22% ელექტრო უნდა იყოს. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით კი 2024 წელს გაყიდულ ავტომობილებში აღნიშნული წილი მხოლოდ 13% იყო. ევროკავშირი აპირებს ჯარიმები დაუწესოს ინდუსტრიას დაახლოებით 15 მილიარდი ევროს ოდენობით, ყველაზე მეტად Volkswagen ჯგუფი დაზარალდება და 7.7 მილიარდი ევროთ დაჯარიმდება. Renault, Nissan, Mitsubishi 1.7 მილიარდის ჯარიმა მოუწევს, Stellantis კი 1.6 მილიარდი. გარდა ამისა, Volkswagen-ი იზარალებს გაყიდვების ფოკუსის იძულებით გადატანის გამო შიგაწვის ავტომობილებიდან ელექტროფიცირებულ ავტომობილებზე. მწარმოებლები და ზოგიერთი კანონმდებელი ითხოვს ევროკავშირის მოთხოვნების შემსუბუქებას, ისე რომ არ მოხდეს ზეწოლა ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ინდუსტრიაზე, მით უმეტეს რომ ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მცირდება ჩინური ბრენდების მზარდი კონკურენციის ფონზე.
უახლესი კვლევის თანახმად ელექტრომობილების სასიცოცხლო ხანგრძლივობა ტრადიციული ბენზინისა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ხანგრძლივობას გაუთანაბრდა. ამავდროულად ახალი ელექტრომობილები უფრო სანდო ვარიანტებად სახელდება. კვლევა ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერაა შედგენილი და 300 მილიონზე მეტ ჩანაწერს და 30 მილიონ ავტომობილს აერთიანებს. ანგარიში Nature Energy-ს ჟურნალში გამოქვეყნდა. შედეგები პირდაპირ იმტკიცებულებაა ბოლო წლებში ელექტრომობილების სწრაფი განვითარების. მიუხედავად ამისა, მკვლევართა გაფრთხილებით ავტომობილების გრძელვადიანი პოტენციალის შესაფასებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. ანგარიში ანონიმური MOT-ის სატესტო სისტემას ეფუძნება, რომელმაც მკვლევარებს 2005-2022 წლების მონაცემების გამოყენების საშუალება მისცა. ეს ჩანაწერები დეტალურ ინფორმაციას იძლევა ავტომობილების სასიცოცხლო ციკლის თაობაზე. კვლევის ერთ-ერთი გამორჩეული დასკვნა არის ის, რომ თუ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდა ელექტრომანქანები საიმედოობის თვალსაზრისით, კვლევა მაჩვენა, რომ ყოველწლიურ წარმოებაში წარუმატებლობის ალბათობა 12%-აა შემცირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 6.7%-იან გაუმჯობესებას ბენზინზე მომუშავე და 1.9%-იან გაუმჯობესებას დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ განიხილავთ ელექტრომობილის ფლობას, შანსი იმისა, რომ ის არ დაიშალოს, მკვეთრად უფრო მაღალია ყოველი ახალი მოდელის გამოშვებასთან ერთად. Volvo Cars საქართველოს შოურუმში შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი 2024 წლის მოდელი Volvo XC90 უკვე ხელმისაწვდომია. განახლებული XC90-ის გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური მახასიათებლებით. სრული დამუხტვის შემთხვევაში XC90-ის 76 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. XC90, რომელიც Volvo-ს ფლაგმანია, წლების განმავლობაში ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. პრემიუმ სეგმენტის საოჯახო 7 ადგილიანი ავტომობილი, ისევე როგორც Volvo-ს ნებისმიერი მანქანა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა და აღჭურვილია მოწინავე სისტემებით. განახლებულ მოდელს შეიცვალა ავტომობილის ცხაურა და ასევე მცირედი შეცვლილია ფარები. მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ინტერიერი, გაზრდილია ცენტრალური სენსორული ეკრანის ზომა, მაღალი გარჩევადობა კი აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ასევე მულტიმედია ფუნქციები და აპლიკაციები. XC90-ის განახლებულ ინტერიერს აქვს ასევე განახლებული სალონი, თანამედროვე სკანდინავიური დიზაინით, გაძლიერებულია განათებაც, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხალხს ავტომობილის პრემიალურობას. სალონში გვხვდება მანქანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჟღერადობის Powered Windows აუდიო სისტემა, რაც შეეხება ძრავას, ახალ XC90-ს 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2 ტონიან ავტომობილს 100 კილომეტრამდე აჩქარება 5.3 წამში შეუძლია. Volvo-ს უახლესი ავტომობილების შეძენას მომხმარებელი Volvo Cars საქართველოს შოურუმში შეძლებს. მოდელის 360 გრადუსი დათვალიერება კი ტესტ დრაივზე ჩაწერა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.